ქრონიკის ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიას პარტიაში დაპირისპირება დადასტურდა. განხეთქილება გახარიას მიერ საპარლამენტო სიიდან 8 ადამიანის ამოღებით დასრულდა. პარალელურად პარლამენტმა პარტიას საქართველოსთვის პოლიტიკური შადალო დაასრულა და 12 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. მეგინ არსავიძის სიუჟეტი. გახარიას პარტიამ დაახლოებით 800.000 ლარის დაფინანსება ისე მიიღო, რომ საქართველოს პარლამენტში ერთი დღე არ უმუშავია. ასეთია მისი გუნდის პასუხისმგებლობა საკუთარი ამომრჩევლების მიმართ. პოლიტიკურ შატალოზე მყოფ 12 დეპუტატს რეგლამენტის შესაბამისად უფლებამოსილება შეუწყდა. ამ მოწვევის პარლამენტის განმავლობაში, ანუ 26 ოქტომბრის შემდეგ, პარტია საქართველოსთვის დაახლოებით 800.000 ლარი პარტიული დაფინანსება აქვს მიღებული, ისე რომ ერთი დღეც არ გაუტარებიათ პარლამენტში და ასევე შეგახსენებთ რეგულაციას, რომ მანდატების შეწყვეტის შემთხვევაში 6 თვით შეუჩერდება პარტიას პარტიული დაფინანსება. გახარიას პარტიას საპარლამენტო სია ჩახსნილი არ აქვს. დადასტურდა ქრონიკის ინფორმაცია პარტიაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. პარლამენტის სხდომების გაცდენით დაზოგილ დროს, როგორც ჩანს, სწორედ შიდა პარტიულ განხეთქილებას უთმობენ. ცესკოს განკარგულების მიხედვით ვიგებთ, რომ გახარიამ საპარლამენტო სიიდან 8 ადამიანი ამოიღო. სიაში აღარ არიან ელგუჯა ხოკრიშვილი, კახა ნურალიძე, ვახტანგ ფაჩულია, ერეკლე დუმბაძე, გოჩა ტყეშელაშვილი, კოკა კობალაძე, ნიკოლოზ ამირხანაშვილი და ოთარ შალიკიანი. როგორია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებსაც სიის მიხედვით პარლამენტში შესვლა უწევთ, უცნობია, რადგან გახარიას გუნდი მედიასთან თანამშრომლობისას ისევ შერჩევითი მიდგომებით ხელმძღვანელობს და იმედთან არ თანამშრომლობს. სხვა მედიებთან კი სიაში გადაადგილება თვითმმართველობის არჩევნებს დაუკავშირეს. ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, შესაბამისად პარტიულ სიაში გადაადგილებაც დაკავშირებულია თვითმმართველობის არჩევნებთან. ნაწილი თბილისში, ნაწილი ქუთაისში და სხვა ქალაქებში იქნებიან პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები. შიდა დაპირისპირება ოპოზიციაში დეპუტატების შეფასებით რადიკალების მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს. აცხადებენ, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის განაყოფების საკუთარი პარტიების წევრებსაც კი არ ენდობიან. ის ფაქტი, რომ თავად გახარიამ მოთხოვას საარჩევნო ადმინისტრაციას კონკრეტული სახელების და გვარების ამოღება, ნიშნავს იმას, რომ ის არ ენდო ამ კონკრეტულ ადამიანებს, შეეშინდა, რომ ადამიანებს შესაძლებელია გამოეყენებინათ დეპუტატის უფლებამოსილება, შემოსულიყვნენ პარლამენტში, ემუშავათ პარლამენტში. აბსოლუტურად არ არის გასაკვირი ის, რომ რადიკალური ოპოზიციის რიგებში კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტიებს შორის კრიზისი უფრო და უფრო იზრდება და ეს უკვე, ასე ვთქვათ, პარტიული მასშტაბიდან და განზომილებიდან გადადის შიდა ერთი კონკრეტული პარტიის შიგნით კულუარულ დაპირისპირებაში. კიდევ ერთხელ იკვეთება და ჩანს, თუ რამდენად გამოფიტულია რადიკალური ოპოზიცია, რადიკალურ ოპოზიციაში შემავალი ფაქტობრივად 4-ვე პოლიტიკური პარტია. ოპოზიციაში გაურკვევლობა იმდენად მატულობს, რომ მხოლოდ პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებას გასცდა და შიდა პარტიულ განხეთქილებამდე მივიდა.